ეს ახალი ახლო აღმოსავლეთია. მადლობა მინდა უთხრა უდიდეს პატრიოტს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ის არაა მარტივი კაცი, ამიტომაც არის დიდი ადამიანი. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. ეს უდიდესი ტრიუმფია ისრაელისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო მშვიდობისთვის პარტნიორობის მაგალითი. თაობები ამიერიდან დაიმახსოვრებენ მომხდარს როგორც მომენტს, როდესაც ყველაფრის შეცვლა დაიწყო უკეთესობისკენ. ეს იქნება ისრაელის ოქროს ხანა და ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა. მადლობა ამ შეუფასებელი დახმარებისთვის, რაც მოხდა შეუძლებელი იყო. ბევრი ამბობდა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავდით, მაგრამ ჩვენ ნიჭიერ ხალხთან ერთად მუშაობდით, რაც მთავარია მათთან ერთად, ვისაც ახლო აღმოსავლეთი ძალიან უყვარდა. ასეთია სტივენ უიტკოფიც. მას მანამდე ეს საქმე არ უკეთებია, ის მეავარჩია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კარგი ბიზნესმენია. ასეც ბევრს ვიცნობ. ის ძალიან კარგი მომლაპარაკებელია და ასევე ის უბრალოდ ყველას ძალიან უყვარს. ასეთია ჯარედ კუშნერიც. ის ძალიან ბევრ ამაში დაგვეხმარა. კაცის სახელად მარკო რუბიო, რომელიც აქაა. ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო მდივანი იქნება და მე ამის მჯერა. ტყვეები დაბრუნდნენ. რა სასიამოვნო ყოფილა ამის თქმა. Nearly half in battle. მას შემდეგ რაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადეთ და საელჩო აქ გადმოიტანეთ. ეს აქ თქვენი პირველი ვიზიტია და მადლობას გიხდით ამისათვის. არსებობს ბევრი სხვა მიზეზი მადლობისათვის. მადლობა ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის, გოლანის მთებზე. მადლობა გაეროში ისრაელის წინააღმდეგ ტყუილების მხილებაში. მადლობა თქვენს სამშვიდობო გეგმაში ჩვენი მიწის ებრაელი ხალხის მიწად აღიარებისთვის. მადლობა ჩვენი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც თეთრ სახლში ოდესმე მჯდარა. ამაზე მეტი არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის. ახლოსაც კი არ მისულა ვინმე. ჩვენ გვახსოვს 7 ოქტომბერი, სისხლში ჩაღრმავილი ადამიანები. გვახსოვს ახალგაზრდა ისრაელელები მუსიკის ფესტივალიდან, რომ გაიტაცეს. ამ მონსტრებმა ბავშვები ტყვე დაიყვანეს და ამის მიუხედავად ისრაელმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და დავამარცხეთ მტრები. ამ გამარჯვებების ფასი კი იყო უმძიმესი. Mr. President, you stand before the people of Israel not as another American president. ბატონო ტრამპ, თქვენ კოლოსალური წვლილი გაქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მუდამ ახსოვხართ. ბრძოლა რაშიც ვიმყოფებით, საერთო ბრძოლაა. ვიტყოდი, რომ სოფლიოს სჭირდება მეტი ტრამპი. თქვენ მშვიდობის პრეზიდენტი ხართ. არ არსებობს პლანეტაზე ადამიანი, რომელმაც მშვიდობისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე თქვენ. თქვენი ხასიათის სიმტკიცით მშვიდობა მოიტანეთ 8 რეგიონში. 9 თვეზე ნაკლებ დროში კი ყველაზე გარდამტეხ პრეზიდენტად იქცეთ სოფლიოს ისტორიაში. ვინც იხსნის ერთ ადამიანს, ის იხსნის მთელ სამყაროს. თქვენ კი პრეზიდენტო იხსენით ერები. თქვენ დაადასტურეთ, რომ მშვიდობა სიძლიერით მიიღწევა. თქვენ ისე როგორც არავინ იმსახურებთ უდიდეს აღიარებას თქვენი ძალისხმევისთვის. მე მაიკ ჯონსონთან და მთელი მსოფლიოს პარლამენტის სპიკერებთან ერთად ნობელის კომიტეტს თქვენი კანდიდატურით მივმართავთ.